დღევანდელი კონცერტი მიეძღვნება ლევან ჩხაიძეს, ჩვენთვის ჯაკოს. უმძიმესი ამბავი, ჩვენი მეგობარი და კოლეგა ლევან ჩხაიძე მოულოდნელად გარდაიცვალა. ჟურნალისტი ლევან ჩხაიძე 33 წლის ასაკში გარდაიცვალა. მაპატიოს მაყურებელმა, მაგრამ მე ასე მარტივად ვერ ვიტყვი, რომ ის უბრალოდ ახალგაზრდა ბიჭია. მაპატია ლევან, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ამას პირდაპირ ეთერში ვიტყოდი. 33 წლის ასაკში ტელეწამყვანი ჟურნალისტი ლევან ჩხაიძე გარდაიცვალა. 33 წლის ასაკში გარდაიცვალა ჩვენი კოლეგა ტელეკომპანია RTV პირველის წამყვანი ლევან ჩხაიძე. ომშის რა მოგწევ გოგო მზივა? მეჩი მოვიდა პატარა ხუჭუჭა ბიჭი და რომ ვკითხეთ რომ საიდან ხარ რომ ჯაკოდან მოვედი რადიო ჯაკოდან. ლევანი ავიყვანეთ როგორც ჟურნალისტი, რომელიც გააშუქებდა სპორტულ მოვლენებს. სპორტსმენმა მწვრთნელებთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, რომ მარათონი აუცილებლად ბათუმში უნდა დასრულდეს. მათე კირვალიძის დამსახურება, რომ ჯაკოში ეს რესურსი კარგად დაინახა. ვეხედავთ ეხლა კადრში თუ რა ხდება გუშევსკის ქუჩაზე. 1-2-3 ხმა არ გააქვთ. ალო, ჩვენ ახლა ვიმყოფებით ჩიტაძის ქუჩაზე. ვითხარით რაიმე, აი თქვენი ემოციის შესახებ. დავკარგეთ ასეთი ახალგაზრდა, რომელიც ყოველთვის სავსე იყო ენერგიით, სიყვარულით, სიკეთით. მინდა სამძიმარი გამოთქვა საპარლამენტო უმრავლესობის სახელით ჟურნალისტ ლევან ჩხაიძის გარდაცვალების გამო. შეგვიძლია გაჩვენოთ თუ რა ხდება რუსთაველის გამზირზე. მასზე ერთგული, მასზე საიმედო ადამიანი მე ამ პროფესიაშიც და ქვეყანაშიც ძალიან ცოტა მეგულება. ერთ-ერთ მთავარ დარბაზში ბავშვების ჟირიამულის ნაცვლად ახლა წყალი ჩამოდის. სწორედ ამ ადგილზე მიაკულიეს სამ ორმოს, სადაც ინახებოდა საბრძოლო მასალა. ძალიან მაგარი სამსახურება თუ ძალიან მომწონს რასაც ვაკეთებ. ყველაზე პედილი როცა იყო მოხდა ისაც მოხდა. მხოლოდ გუშინ აღმოვაჩინე რომ მისნაირი მსრულებელი მეგობარი მე არ მყავს. მიანიჭებენ თუ არა ოჯახს დაზარალებული სტატუსს რამდენიმე წუთში პირველებში. შესაძლოა საერთოდ არც იყო შემოწმებული დეტალურად როგორ იყო იქ უსაფრთხოების ნორმები. ჩვენი ჯაკო მოგვიკვდა ძალიან კარგი ბიჭი. ალბათ დრო რო გავა მე უფრო კიდე გამიჭირდება ყველას რომ ჯაკო არ არის. დავშვიდობოთ მაყურებელს, ღირსებები 4 საათზე ამით დასრულებულია. ქუჩაბაც დამირეკა საღამო. მშვიდობა გაქვს მე. არა უბრალოდ ესე მომენატრე და დაგირეკეო. არ ვიცი რაც გრძნობდა და ეთყობა ეს ხო დამშვიდობება. საღამოშვიდობისა მე თუნაინც პირველი ვარ. წამში დასრულებული სიცოცხლე და ამბავი, რომელიც ყველასთვის წარმოუდგენელია. ლევან ჩხაიძე 33 წლის ასაკში გარდაიცვალა. მეგობრებისთვის, კოლეგებისთვის რთულია დღეს ჯაკოზე წარსულში ლაპარაკი. უბედური შემთხვევა ბუდაპეშტში მოხდა, სადაც ლევანი მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. გარდაცვალების მიზეზად არსებული ინფორმაციით თრომბი სახელდება. ლევან ჩხაიძის გარდაცვალების გამომწუხარებას გამოთქვამენ ჩვენი კოლეგა ტელევიზიები და ჟურნალისტები. ლევან ჩხაიძის ცხოვრებას და პროფესიულ საქმიანობას მეგობრები იხსენებენ. ინვალისა და აფხაზეთის დაბრუნების უმოკლესი გზა ნატოზე გადის. ძალიან დიდი ხნის წინ გავიცანი, როცა იმედში მოვიდა პატარა ხუჭუჭა ბიჭი და რომ ვკითხეთ რომ საიდან ხარ რომ ჯაკოდან მოვედი რადიო ჯაკოდან და შევარქვით სახელი ჯაკო. პატა კაკაურიძე ამბობს რომ მე დავარქვი ჯაკო, მათი ამბობს რომ მე დავარქვიო. მოგეთ რაღაცა ესე შერჩა ეს სახელი ჯაკო. ომშის რა მოგწევ გოგო მზივა? როდესაც კოდემა ხარიზის რადიო ჯაკომ დაიწყო ფუნქციონირება, ერთ-ერთი პირველი მოვიდა ჩვენთან ლევან ჩხაიძე. ვიცოდი რომ ბოლომდე აქ ვერ დარჩებოდა, იმიტომ რომ მას უფრო მაღალი მწვერვალების დაპყრობა სურდა. ლევანი ავიყვანეთ როგორც ჟურნალისტი, იმ დროისთვის მართლა ძალიან ახალგაზრდა კი არა, პატარა იყო, შეიძლება პირდაპირ ვთქვათ, რომელიც ჩემი ვარაუდი და ჩვენი გეგმით და ჩვენი საერთო შეთანხმებით გააშუქებდა სპორტულ მოვლენებს. მიუხედავად ამინდის გაუარესებისა, სპორტსმენმა მწვრთნელებთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, რომ მარათონი აუცილებლად ბათუმში უნდა დასრულდეს. ისეთი პატარა იყო რომ ახსენდება, თითქოს გუშინ იყო მისაღები გამოცდები, შემდეგ ის 4 წელი რაც ერთად გავატარეთ. მაშინაც იყო ისეთივე ხალისიანი, ისეთივე გულთბილი, იყო ნამდვილი საჩუქარი ჩვენთვის მეგობრებისთვის. არ მქონდა მიზნად გეგმაში ლევანი პოლიტიკურ ჟურნალისტიკაში წარმოედგინეთ. მათე კირვალიძის დამსახურება, რომ ლევანში, ჯაკოში ეს რესურსი კარგად დაინახა. ვეხედავთ ეხლა კადრში თუ რა ხდება გუშევსკის ქუჩაზე, რომელზეც დღეს ორჯერ
ჩვენი მეგობრები ყველა ვიხსენებთ მაინც კიევს. ასე როგორც სიტყვენ უპატრონოთ ერთმანეთის იმედზე და ჯაკო იყო ჩვენი კლასის დამრიგებელი. აი მახსოვს ერთ საღამოს, სადაც ჩვენ ცხოვრობდით, იყო შტურმი პირდაპირ ჩვენი სამზარეულოს წინ. და აი ამ რაღაც გაუგებარ სიტუაციაში შუაღამისას უცებ კარზე კაკუნია და მოდის ჯაკო რომ ვერ გავჩერდი და მოვედი თქვენთან რომ აი რომ დავინახე რომ თქვენ საქმთან რა ხდება და ვიდრე არ დამთავრდა ამბავი იყო ჩვენთან არ ვიცი რაღაცა ძალიან დიდი რაღაც შეიცვალა ალბათ როგორც ქართულ ჟურნალისტიკაში ისე იმ სამეგობროში რომელშიც იყო ჯაკო და უფრო შემერხებული მოძრაობა ყოველთვის უნდა ქონოდა მისი იმედი ნებისმიერ კრიტიკულ ეტაპზე ისე გამოჩნდებოდა გაგამშვიდებდა რჩევას მოგექცევდა გაგამხიარულებდა ეს წყალში მოგიყვანდა ვიყარხარ თავდუჩი მეტყოდა და მე წავიდოდა და ეს სიაკეთებდა თითქოს ეს რაღაც ნორმაა და ყველა ასე იქცევა ხოლო გუშინ არ მოვაჩინე რომ მისნაირი მზრუნველი მეგობარი მე არ მყავს საკმაოდ მნიშვნელოვანი არასაბრძოლო დანადგარი რომლის შექმნაზეც ახლა დელტაში მუშაობენ არის ეს დანადგარი სულ ხასიათი რა ვიყავ ვრეკავდი სულ ჯაკოს იმიტომ რომ აი სულ რაღაცა ისიც მოიფიქრებდა ხოლმე რომ შანსი არ იყო რომ კაი ხასიათზე არ დაეყენებინე ჩვენ ვქონდა კიდე სხვა მეგობრებიდან გირეკავდა ხოლმე ღამის სამსაც გაგაღვიძებდა სრულიად რაღაცა ისეთ ამბავზე რომ გეკონა რომ გირეკავდა ვიღაც სხვა და ბოლოს ჯაკო რამდენჯერ უნდა გააკეთო ერთი და არსებულ წვნებში გადახდილი 5 მილიონი ევრო თუ პატიმრობის გასაგრძელებლად წაყენებული ბრალი. შეუდარებელი უნარი ქონდა იმის რომ გგონებოდა რომ თვითონ არაფერი უჭირდა და ყველა დანარჩენს ყველაფერი გვიჭირდა. წარმოდგენაც კი არ მქონდა თუ მას რაიმე პრობლემა ქონდა საერთო ცხოვრებაში. ის რაც ამ წუთამდე მოხდა და ამ წუთებში ხდება. ახალი ამბები ლევან ჩხაიძესთან ერთად. სამჯერ მოგვიწია ესეთ მუშაობა ტელეიმედში TV9-ში და ტელეკომპანია იბერიაში. ის ყოველთვის ჟურნალისტი იყო ხოლმე, მე პროდიუსერი ვიყავი და მას არ ჰქონდა ის რომ მე და ის მაკაცები ვიყავით. არაფერს არასოდეს არ აპროტესტებდა ხოლმე და ახალწელს დამირეკა ეხლა 31-ში ღამე საღამოს 11-ის ნახევარზე და მე მარტო ცხოვრობ და ბიჭო ისო რა ქვია ეხლა შენ ხო ვიცი რა საჭმელები გექნებაო და დედაჩემმა მითხრა რომ ყველაფერს გამოგიტანო ეხლა რა ბაჟეს გააკეთები შენ თუ იმას საციისო და გამოგიტანო არა მე ვხარ რა უნდა გამომიტანო ალბათ ხო არ ხარ არა მე უკვე აი ზუსტად აი ამას დავიმახსოვრე დედაჩემს რა უნდა მომამზადებინო ყველაფერი აი ჩვენ ვიყავს ტელეფონზე იყო სულ ვიღაცა წერდა აი ყველასთვის იყო ის ისე ზრუნავდა ის ჩემზე აი როგორც პატარა ბავშვზე რო ზრუნავენ დილით კამფეტებს მახვედრებდა რომ ცოტა ხასიათზე მოვიყო და ასეთი იყო ყველა მეგობრისთვის. კორპუსი რომელიც აფეთქდა იქ ცხოვრობდი და გაგიჟებული იყო, შოკში იყო, მირეკავდა და მე ხვეწებოდა რომ მისულიყავი მაგასთან და რაც კი რამე ქონდა მაჩუქებდა ყველაფერს და დარჩენილიყავი მასთან, არ ვიცი, იმ ხევა სოლიდარობის და ისეთი თანადგომის გამოხატვა შეეძლო რომ მართლა მიმძის საუბარი ჯაკოზე წარსულში. თქვენ უყურებთ დღის ამბებს 2 საათზე, რომელსაც ტელეპირველის გუნდი და ლევან ჩხაიძე წარმოგიდგენ. დღეს ყველაზე მძიმე ეთერი მქონდა, მაყურებლისთვის მომიწია იმის თქვა, რომ ჯაკო აღარ ყავს. ეს შეძახილები, რომელიც ერთ-ერთ გამოსვლის განცხადებებს მოყვა. სულ ველოდები, როდის ამბობს ძიმე სუნთქვით ამკიბეს. როდის შემოვა ნიუსრუმში, როდის იხუმრებს და როდის მოიკითხავს ახალ ამბებს. მაგრამ ჯერ კიდევ ვერაც გიცნობიერებ, მაგრამ ხვდები რომ ლევანი აღარ არის. ყველას ყავდა ჩვენი წილი ჯაკო, რომელიც ძალიან გვიყვარდა, მასზე ერთგული, მასზე საიმედო ადამიანი, მე ამ პროფესიაშიც და ქვეყანაშიც ძალიან ცოტა მეგულება. მე ხა ვეცდები პირდაპირ ეთერში გავესაუბრო უკვე სალომე ზურაბიშვილს მე მგონი ბოლო კაცი იყო რომელიც ქალაქის ტელეფონზე რეკავდა ყველას გვირეკავდა ყველას მოკითხვას ახერხებდა მართლაც უზარმაზარი დანაკარგი განვიცადეთ ყველას გაწვდა მაგრამ ყველას ძალიან ადრე დაგვაკლდა არ ვიცი როგორ შევძლებთ ცხოვრების გამძლეობას მის გარეშე მისი მეგობრებით ჯერ კიდე არავის არ გვაქვს გაცნობიერებული რა მოხდა ავშვიდობთ მაყურებელს დღისაბები 4 საათზე ამით დასრულებულია
ლევან ჩხაიძის ჯაკოს ხსოვნას მიზღნა ტელეკომპანია რუსთავიორის პროექტის მხოლოდ ქართულის მეორე სეზონის ფინალი ნიკა გვარამიას თხოვნით დარბაზში მის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. დღეს წავიდა ჩვენგან უნიჭიერესი, უკეთილშობილესი, საოცარი ადამიანი, ძალიან ახალგაზრდა ასაკში. დაგვტოვა ძალიან გულგატეხილები ყველა. მე მინდა მიუსამძიმრო ჩვენ კოლეგებს არაჩვეულებრივი მედიიდან, ტევ პირველიდან. მე მინდა მიუსამძიმრო ლევანის ოჯახს, მის ახლობლებს და მე მინდა წუთიერი დუმილით გთხოვთ ფეხზე ადგომით პატივი მივაგოთ მის ხსოვნას. დღევანდელი კონცერტი მიეძღვნება ლევან ჩხაიძეს, ჩვენთვის ჯაკოს. ეს არის ის რისი გაკეთებაც ჩვენ ახლა მისთვის შეგვიძლია. ჩვენ ვიცით რომ მას ეს აუცილებლად მოეწონებოდა. პირველი სამძიმარს იღებს ლევან ჩხაიძის გარდაცვალების გამო ტელევიზიაში გახსნილია სამძიმრის წიგნი. მეგობრებსა და კოლეგებთან ერთად სამძიმრის წიგნში ჩანაწერებს ის რესპონდენტებიც აკეთებენ, რომლებიც ლევან ჩხაიძის გადაცემის სტუმრები იყვნენ. ძალიან ძემია ლევანზე წარსულში საუბარი. მე მინდა მის ოჯახს, ტელეკომპანია პირველს, თქვენს ჟურნალისტებს და სრულიად საქართველოს მიუსამძიმრო, ვინაიდან ლევანი იყო ჭეშმარიტი მოქალაქე, რომელსაც თავის ქვეყანა უყვარდა. ლევანზე წარსულში საუბარი მიჭირს, მეც კი ადამიანს, რომელიც არც მისი ახლო მეგობარი ყოფილი ვარ, არც მისი კოლეგა. ის იყო ძალიან კარგი ჟურნალისტი და აბსოლუტურად შეუცვლელი ეს დანაკარგი მთელი ქართული საჯარისმცისთვის, ქართული საზოგადოებისთვის და ქართული მედიისთვის. ლევანი ნამდვილად ძალიან მოგვენატრება და დაგვეკდება. მე ლევან ჩხაიძე მახსენდება ერთ-ერთ გამორჩეულ ჟურნალისტად, რომელიც ყველა დაძაბულობის დროს, ყველა შეხლა-შემოხლის დროს იყო ჩვენს გვერდით და არავის არ აძლევდა ხოლმე შესაძლებლობას ჩვენი დაჩაგვრისა და გარიგვის. ლევან ჩხაიძის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს უსამძიმრებენ პოლიტიკოსებიც. ჟურნალისტის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვეს დედაქალაქის მერმა და დეპუტატებმა. მინდა მოგისამძიმროთ ჩვენი კოლეგის გარდაცვალება. მინდა მიუსამძიმრო ლევან ჩხაიძის ოჯახს, მის ახლობლებს, ნათესავებს. მართლაც ძალიან დიდი უბედურებაა, რომ დავკარგეთ ასეთი ახალგაზრდა, რომელიც ყოველთვის სავსე იყო ენერგიით, სიყვარულით, სიკეთით და ძალიან სამწუხაროა. დიდი უბედურება მოხდა და გისამძიმრებთ თქვენ და ლევან ჩხაიძის ოჯახს. მინდა სამძიმარი გამოთქვა საპარლამენტო უმრავლესობის სახელით ჟურნალისტ ლევან ჩხაიძის გარდაცვალების გამო. ის იყო პრინციპული, ნიჭიერი, პროფესიონალი, რომელიც ყველასათვის დიდი დანაკლისია. მინდა ყველას თქვენ ტელევიზიას და ლევანის მეგობრებს ყველას მოგისამძიმროთ. მინდა განსაკუთრებული გულისწყრული გამოვხატო ჩემი ლევანის გარდაცვალების გამო.
ღრმა მწუხარებას გამოთქვამ ტელეკომპანია პირველი ჟურნალისტის ლევან ჩხაიძის მოულოდნელი გარდაცვალების გამო ის ძალიან დააკლდება ქართულ ტელესივრცეს მაყურებელს და კოლეგებს. საქართველოს პარლამენტის სახელით ვუსამძიმრებ ლევანის ოჯახსა და მეგობრებს ნათქვამია ირაკლი კობახიძის სამძიმრის წერილში. ლევან ჩხაიძე იყო ძალიან ძლიერი ჟურნალისტი და უბრალოდ უმაგრესი ადამიანი და მოქალაქე. ამ ახალგაზრდის წასვლა დიდი დანაკლისია საქართველოსთვის, წერს სოციალურ ქსელში საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. სხვა თემებით განვაგრძობ გამოშვებას. რა გახდა 4 წლის გოგონას გარდაცვალების მიზეზი ჯერ უცნობია, შემთხვევა სანზონაში დღეს მოხდა. გარდაცულ მოზარდ სამხარაულის ბიუროში ექსპერტიზა უტარდება. სავარაუდო მიზეზად ძალადობა სახელდება. სამართალდამცველებმა ცოტა ხნის წინ გოგონას დედა დააკავეს. ახალი არ უკვდა რა მოხდა 4 წლის გოგონას სახლში და რა მუხლით მიმდინარეობს გამოძიება. როგორც გაირკვა სანზონაში ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში 4 წლის მცირეწლოვანი გოგონას ცხედარი დღეს დილით იპოვეს. წინასწარი ვერსია გარდაცვალებასთან დაკავშირებით როგორც მეზობლები ამბობენ, ეს არის ძალადობა, ვინაიდან ადგილობრივები TV პირველთან საუბარში აცხადებდნენ, რომ მშობლები საკმაოდ ხშირად უსწორდებოდნენ ფიზიკურად მცირეწლოვანს მასზე ძალადობდნენ, რის გამოც მიმდინარე თვის დასაწყისში მათ ასევე გამოიძახეს საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები, სწორედ საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა გასცეს მშობლების მისამართით შემაკავებელი ორდერი და დღის ბოლოს სწორედ ამ შემაკავებელი ორდერის დარღვევის ბრალდებით გარდაცვლილი გოგონას დედა დააკავეს, რომელიც დღეს მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდა საგამოძიებო უწყებაში დაკითხვაზე. როგორც უკვე აღნიშნე, გარდაცვალების ზუსტი მიზეზი უცნობია, ვერსიებზე საუბრობენ მეზობლები, თუმცა რამ გამოიწვია მცირეწლოვანის გარდაცვალება, ამას ექსპერტიზა დაადგენს, ვინაიდან როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო ამბობს, ცხედარი ექსპერტიზაზე არის გადასვენებული. რაც შეეხება ოჯახის პოზიციას, დღეს გოგონას მშობლებს მედიასთან არავითარი განცხადება არ გაუკეთებიათ, რაც შეეხება ბებიას, რომელთან ერთადაც იზრდებოდა სწორედ ეს მცირეწლოვანი. მისი განცხადებით, ოჯახში ძალადობას ადგილი არ ქონია, როგორც ბებია გვარწმუნებს, ყოველ შემთხვევაში ის ასე გვეუბნებოდა. ბავშვი იყო დაავადებული, მას ჰქონდა ერთ-ერთი კონკრეტული ვირუსი. მისი განცხადებით, მან დილით შეამჩნია, რომ ბავშვი უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა საწოლში, სწორედ ამის შემდეგ გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, შემდეგ მოვიდნენ მშობლებიც და როგორც ბებია ამბობს, სწორედ ამის შემდეგ მოხდა მშობლების გადაყვანა სწორედ საგამოძიებო უწყებაში. ის მიხვდით, რომ გარდაცვლილი იყო, ანუ რატომ დაურეკეთ სასწრაფოს? დილას ძალიან დილითაც არა. გვიანი ეგვიძებდა ბავშვი. მერე? ხო და მერე დაურეკა სასწრაფოს, რომ ის არის გათიშულია ბავშვი. მეზობლები ამბობენ, რომ დედა სისტემატიურად ცემდა თავში. არა, გადაცალი ისა. წყალის უნდა ძალიანა. ხოდა რობანამდა წიოდა ხოლმე და წიოდა იქიდან და წარწვიდან. ანუ ფიზიკური ძალადობას ადგილი არ ქონია თქვენს ოჯახში? ის ეხლა იმით იყო აი რა ამასოფა დადის მაგითაც თანდახელებდა სიცხებს აძლევდა. არ ვიცი ახლა მე მაგასაც ურთიერთობა არ მქონია და ვერ გეწყვეტ ვერაფერს ისე კონკრეტულს. ხშირად დადიოდა მათ ოჯახში? იყო შემთხვევები რომ მოდიოდნენ კი. მიზეზი რა იყო? არ ვიცი ახლა პატრული მე მაგას არ მეტყოდა რისთვის მოდიოდნენ, მაგრამ ბოლო მოსვლაზე რაც იყო შეტყობინება შესწორ ბავშვზე ფიზიკურად ძალადობენ, ვიღაცას დაურეკია და მაგის გასარკვევად იყვნენ მოსულები. როცა რაღაცა ფაქტი რო იყო რომ ბავშვი რო გალახა, მაშინ გამოიძახეს, გამოუძახებიათ. პატრული მოვიდნენ, მე ვნახე კარგად რომ წაიყვანეს დედაც, წაიყვანეს მამაც, წაიყვანეს. ხო და მივხვდი რომ გამოძიებას დაიწყეს რატო და როგორ ახლა ქალი იყო და ცემდა ისე ბავშვს ბავშვი ახლა ხმა რო გამოდიდა ბავშვის ტირნის რა თქმა უნდა მაგრამ ცემდა არ ცემდა როგორც ახლა მაშინ გაირკვა კიდევა რა ისო ვაბანაებდიო მამამის პატკო ვაბანაებდიო და იმიტომ ტიროდა მაგრამ რო წაუყვანეთ მე ნიშნები ქონია ბავშვს რაღაც არ ურჯებულიო და
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის მუხლით დაიწყო, როგორც უკვე აღნიშნეს საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა. აღნიშნულ საქმეზე გარდაცვლილი გოგონას დედა დააკავეს, რაც შეეხება თავად გარდაცვალების მიზეზს, როგორც უკვე აღნიშნეთ, ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული და სავარაუდოდ მიზეზიც უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. ანა ახალაია საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ ევროპის ჩემპიონისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების საქმეზე გამოკითხვები გრძელდება, ვრცელდება ინფორმაცია, რომ გეგა გეგეშიძე დაკავებულია. ჩვენი კორესპონდენტი ქეთევან გრიგორაშვილი იმყოფება პოლიციის სამმართველოსთან და უფრო მეტ დეტალს მოგვიყვება. გეგა გეგეშიძე ნამდვილად დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ გავრცელა. ის დაკავებულია 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ძალადობას გულისხმობს და რა თქმა უნდა ეს ფაქტი უკავშირდება ამ წლის 11 იანვარს მომხდარ ფაქტ სპორტის სასახლეში, როდესაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ სპორტსმენები, გულშემატკივრები და ასევე ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლები. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ 11 იანვარს სპორტის სასახლეში მომხდარი დაპირისპირებისას გეგეშიძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა სპორტსმენ ზურაბ დათუნაშვილს და სწორედ ეს გახდა მისი დაკავების მიზეზი. დაახლოებით 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა მისი გამოკითხვა პოლიციის განყოფილებაში, თუმცა დღის განმავლობაში ასევე აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. გამოკითხვები მიმდინარეობდა როგორც პოლიციის განყოფილებაში, ასევე დაკითხვები მიმდინარეობდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც დაიკითხა როგორც ზურაბ დათუნაშვილი, ასევე ფედერაციის პრესამსახურის ყოფილი თანამშრომელი, როგორც აცხადებდა ევროპის ორგზის ჩემპიონი დათუნაშვილი, სწორედ გეგეშიძემ მიაყენა მას ფიზიკური შეურაცხყოფა, თუმცა აღსანიშნავია ის, რომ არ ითხოვდა, რომ გეგეშიძე მიცემულიყო სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში, მას სურდა, რომ დაეტოვებინა გეგეშიძეს დაკავებული თანამდებობა, სწორედ ამას ითხოვდნენ ის ადამიანებიც, რომლებიც დღეს შეიკრიბნენ ჭიდაობის ფედერაციის მიმდებარე ტერიტორიაზე და მოუწოდებდნენ გეგეშიძეს, რომ დაეტოვებინა დაკავებული თანამდებობა. ის რომ ამ კატეგორიულად მაგდენი ვაჟკაცობაც არ ყოფნის, რომ ალბათ სიმართლე თქვას, ხო? ევროპის ორგზის ჩემპიონი ამბობს, რომ ფიზიკური დაზიანება მას ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა მიაყენა. სწორედ საქართველოს ჩემპიონატის ფინალზე მომხდარი დაპირისპირების დეტალებზე გასცა მან დღეს გამოძიებას კითხვებზე პასუხები მოსამართლის თანდასწრებით. ზურაბ დათუნაშვილი იხსენებს იმასაც, საიდან დაიწყო დაპირისპირება მასსა და გეგა გეგეშიძეს შორის. ერთ-ერთი მოჭიდავეს უკან ჩაჩოჩება უნდა და თავისი მოსავლის დაყენება. ჩემთვის ინტერესს არ წარმოადგენდა არც ერთი წასვლა, არც მეორესი. გუნდის კაპიტანი ვარ და შემეკითხნენ როგორ უნდა მომხდარიყო და რაც სიმართლე იყო, მე დავაფიქსე და მაგის შემდეგ დაიწყო ეს გამოვედი ნაკრებიდან, შემდეგ უფროსი თაობის წარმომადგენლები დამეკავშირდნენ და მთხოვეს რომ დაბრუნებულიყავი, მე გავითვალისწინე ეს ყველას. ხონა დაუბრუნდი, მაგრამ ეხა საქართველოს ჩემპიონატზე რაც მოხდა, ეს ყველა ნახეთ და უნდა დასრულდეს. გამოძიების კითხვებს პასუხები დღეს ჭიდაობის ფედერაციის პრესსამსახურის ყოფილმა თანამშრომელმაც გასცა. ის ინციდენტის დროს ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა მარიამ კევლიშვილი, როგორც თავად ამბობს, დაპირისპირებული მხარეების მოშორებით იდგა. ადასტურებს მხოლოდ იმას, რომ ინციდენტში მონაწილეობას გეგა გეგეშიძე ნამდვილად იღებდა, თუმცა რამდენად ეჭირა მას ხელში ბლაგვისაგანი, ვერ ადასტურებს. ინციდენტში მონაწილეობდა გეგეშიძე. რაღაცა ეჭირა ხელში, მაგრამ არ ვიცი რა საგანი იყო, შეიძლება ყოფილიყო გასაღებით, შეიძლება ყოფილიყო კრიალოსანი, შეიძლება ხელკეთი ნამდვილად არ იყო, არ გამიგახავს დარწმუნება. პროკურორი კი ამბობს, რომ გეგეშიძე ამ დრომდე არ გამოკითხულა, რადგან მან საგამოძიებო ორგანოში მისვლაზე უარი განაცხადა. რა გახდა გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარის მიზეზი განმარტებებს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი ჩვენთან არ აკეთებს. რაც შეეხება გეგა გეგეშიძეს, მასთან გამომძიებელს ჰქონდა აქტიური სატელეფონო კომუნიკაცია, თუმცა მან ამ ფორმატით უარი განაცხადა საგამოძიებო დანაყოფში გამოცხადებაზე. მას ასევე ჩაბარდა შესაბამისი უწყება და კვლავ გამოუცხადებლობის პირობებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე პროკურატურა მიმართავს სასამართლოს აღნიშნული პიროვნების მოწვევის სახით დაკითხვასთან დაკავშირებით. სასამართლოში დაკითხვების პარალელურად დღის განმავლობაში პოლიციის განყოფილებაში თვითმხილველების გამოკითხვები განახლდა. კითხვები ძირითადად შეეხებოდა
ამ შეხლა შემოხლის ძირითად მიზეზს. რო ყოფილიყო მოწოდებისა საჯთა ბრიგადა, ეჩვენებინას ყვითელი ბარათი, რომელიც მიღებულია ყველა სპორტში და მე შემდეგ წითელი ეს არ მოხდებოდა, მე ესე მგონია და თავისთავად ხადია უნდა ემუშაო კიდე დაცვის სამსახურს მაღალ დონეზე. გადადგეს მოძალადი ამ მოთხოვნით ჭიდაობის ფედერაციასთან ძალა ერთობაშიას წევრები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეების თქმით გეგა გეგეშიძეს ხელისუფლება მფარველობს. აუცილებლად უნდა გადადგეს ბატონი გეგეშიძე ყველა იმ განცხადების და იმ საქციელის შემდეგ რაც მან ჩაიდინა. როგორც ჩანს მას, როგორც კალაძის პირად ზონდერს, მყარი გარანტიები აქვს მიღებული შინაგან საქმეთა სამინისტროსგანაც და ის ესე თავდაჯერებულად გრძნობს თავს. ამაზრზენი ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი საქართველოს ჩემპიონატის ფინალზე მომხდარ ფაქტს. განათლების და სპორტის მინისტრი კი ამბობს, რომ უწყება მომხდარზე შესაბამის ზომებს გამოძიების დასრულების შემდეგ მიიღებს. ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, ხომ მე ვფიქრობ, ყველა ნორმალური ადამიანი, ვინც აღარ მოაზროვნია, როგორ უნდა იყოს ეს მისაღები და დადებითი ის რაც მოხდა. ეს იყო მართლაც ამაზრზენი, რაც ჩვენ ყველამ ვიხილეთ. გამოძიების დასრულების შემდეგ რა დასკვნებიც გაკეთდება, იმის მიხედვით უკვე ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში მივიღებთ გადაწყვეტას, მაგრამ პოზიცია გვაქვს ერთი, სპორტში უნდა იყოს 7 გარემო. გამოძიება ამ ეტაპზე 126 მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს, თუმცა არ არის გამორიცხული კვალიფიკაცია შეიცვალოს. აღსანიშნავია ისიც, რომ ევროპის ორგზის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პასუხისგებაში მიცემას არ ითხოვს და გეგა გეგეშიძის მხოლოდ თანამდებობიდან გადაყენებას სურს. ურჩი დეპუტატები უვადო მოსამართლეები და მოსალოდნელი საკადრო ცვლილებები ოცნებაში. უმრავლესობის წევრები ბიძინა ივანიშვილთან აუდიენციისთვის ემზადებიან. შეხვედრა 2 დღეში 24 იანვარს გაიმართება. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალოკვაძე ადასტურებს, რომ სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი საკითხი სწორედ ურჩი დეპუტატების თემა იქნება, თუმცა მიიღებენ თუ არა კონკრეტულ გადაწყვეტილებას. ურჩი დეპუტატების გარიცხვასთან დაკავშირებით ამაზე დეპუტატი არ საუბრობს. ნახოთ რა მოლოდინი აქვთ მართულ გუნდში. ქართულ ოცნებაში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ უმრავლესობის ფორმატში პირველად შეიკრიბებიან. ეკაბესელიას თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილის თანდასწრებით პირველად განიხილავენ მოსამართლეების საკითხს. უმრავლესობის ლიდერი არ აკონკრეტებს, დადგება თუ არა დღის წესრიგში ბესელიას უმრავლესობიდან გარიცხვის საკითხი. ამ კვირაში ჩვენ ჩავატარებთ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომას, რომელსაც დაესწრებიან პარტიის და პარლამენტის თავმჯდომარეები, განვიხილავთ საგაზაფხულო სესიის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის სასამართლოსთან დაკავშირებულ თემას. სხდომას დაესწრება ყველა წევრი, უმრავლესობის ყველა წევრს აქვს მოწვევა სხდომაზე დასასწრებად. მართლმა გუნდმა ფრაქციის სხდომის მსგავსად უმრავლესობის სხდომაც იმ დროს ჩანიშნა, როცა ეკაბესელია საქართველოში არ იმყოფება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ოფიციალური მივლინების დროზე ადრე შეწყვეტას და სხდომაზე დასწრებას აპირებს. მივლინება მქონდა კვირის ბოლომდე სტრასბურგის სესიაზე პარლამენტში, მაგრამ შევწყვეტ ამ მივლინებას და დავბრუნდები, ასე რომ იქნები ხუთშაბათ სხდომაზე. ფიქრობ, რომ იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსია მათ შორის, რა თქმა უნდა, სასამართლოს თემაზე და პირველი შესაძლებლობა გაჩნდება იმ დეკემბრის შემდეგ უმრავლესობის ფორმატში, რომ ამ საკითხებზე ერთმანეთს არგუმენტები გაუზიაროთ, მოსაზრებები უთხრათ და მე მგონი, რომ იქნება საქმიანი შეხვედრა. ბესელიას თანაგუნდელები ამბობენ, რომ სხდომაზე პირადად შეეცდებიან უმრავლესობის წევრები იმ არგუმენტების სისწორაში დაარწმუნონ, რის გამოც პარლამენტში წარდგენილ მოსამართლეთა სიის დამტკიცებას მხარი არ დაუჭირეს. ბესელიას თანამოაზრეები უმრავლესობიდან მათ გარიცხვას არ ელოდებიან. ჩვენ ზოგადად არა ვარ, მაგრამ ცუდი დამთხოვებია რა, იმიტომ რომ უკვე მეორედ ვატარებთ უმრავლესობას გასაგარეში და სასურველი იყო, რომ მისი პოზიცია გაშკერებულიყო, მოგვესმინა მისი არგუმენტები, ხა გასაგებია რომ ჩვენ თანამოაზრეები ვართ, მაგრამ ხა მე მის სათქმელს ვერ ვეტყვი, უნდა აუცილებლად ეგ ყოფილიყო და ხა ვინაიდან ასე გადაწყვეტა ჩვენ მაინც მევალთ და ჩვენ პოზიციას მაინც დავაფიქსირებთ. ხა მე მგონია რომ აქტუალურობას იძენს რომ იუსტიციის საბჭოს მიმართ დასმული კითხვები, ეს კითხვებიც უნდა გაჟღერდეს. ჩვენ კიდევ ერთხელ ვეცდებით ჩვენი კოლეგები დავარწმუნოთ იმ ფაქტში, რომ ამ მოსამართლეების არჩევა ამ ფორმით ურთიერთობა სასამართლოს იუსტიციის საბჭოსი პარლამენტთან არის პირველი პარლამენტში შეურაცხყოფელი და აბსოლუტურად გაუმჭირველი პროცედურა ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს საზოგადოებაში. უმრავლესობის სხდომა ხუთშაბათს გაიმართება, რაც გადაწყვეტს ბიძინა ივანიშვილი მოსამართლეებსა და ეკაბესელიაძე სავარაუდოდ ამ სხდომაზე გაირკვევა.
პოლიტიკური სამართალი პროცესი, რომელიც ფორსირებულად წარიმართა, საბოლოოდ სადავო ათეულმა დააპაუზა. მოსამართლეობის მსურველი კანდიდატები ერთის მხრივ პარლამენტს მოუწოდებენ მათი კანდიდატურები არ განიხილოს, მეორეს მხრივ კი არ გამორიცხავენ, რომ მეორე ათეულში ისევ მოხვდნენ. რასია უნდა წარმოვადგინოს ხელახლა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, რომლის სკანდალური გადაწყვეტილების შემდეგ უფრო აქტუალური გახდა კითხვა, ვინ მართავს სასამართლო სისტემას. მოსამართლეები არასამთავრობო ორგანიზაციების სახალხო დამცველი და ორად გაყოფილი ქართული ოცნება მართლმსაჯულების ბედის გადასაწყვეტად დისკუსია ყველა ფლანგზე დღის წესრიგში რჩება. არ გამორიცხავთ, რომ შესაძლოა თქვენს რა თქმა უნდა არ გამორიცხავ, რომ კიდევ შემდგომში თუ იქნება კრიტერიუმი, რომელსაც დავაკმაყოფილებ, იყო მეც. ეს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თამარ ალანია. ერთ-ერთია იმ ათკაციან სიაში, რომელსაც მესამე ინსტანციაში უვადოდ განწესება სურდა. თუმცა საზოგადოების მძაფრი რეაქციის შემდეგ ათეულმა უკან დაიხია. პარლამენტის საბოლოო სიტყვამდე მოსამართლეებმა დროებით ან უვადოდ საკუთარ თავს გადაწყვეტილება თავადვე გამოუტანეს. ამბობდით, რომ ათკაციან სიაში მოსამართლეები აკმაყოფილებენ ყველა კრიტერიუმს, არიან კეთილსინდისიერები, პროფესიონალები. დღეს რა შეიცვალა, მხოლოდ ამ აჟიოტაჟის გამო მოხდა ეს თუ თქვენ არ ხართ დარწმუნებული, რომ ეს მოსამართლეები როგორ გეკადრებათ? ეხლა ესეთი კითხვის, ასეთი ფორმით შეტრიალება ნამდვილად არ არის მართებული და სწორი, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ეს მოსამართლე ნამდვილად აკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომელიც საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში არსებობს. ეს კრიტერიუმი ყველა ამ მოსამართლეს დაძლეულია. აქ საუბარი ან კითხვის ნიშნის დასმა, რომ რომელიმე დღეს არსებულ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს, არის ალოგიკური. თამარ ალანიასთან ერთად უზენაეს სასამართლოში მოხდრისთვის ემზადებოდა მერაბ გაბინეშვილიც. უკან დახევას ასე განმარტავს, რომ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი პოლიტიკოსების და არასამთავრობო ორგანიზაციების არაჯანსაღი კრიტიკა გახდა, რომელმაც საზოგადოებაში მოსამართლეების რეპუტაცია არასამართლიანად შეულახა. ის რაც ხდებოდა ამ პროცესის დაწყებისთანავე, რაც გადაიზარდა პიროვნულ შეურაცხყოფებში, კანდიდატების დისკრედიტაციაში, რომელიც ამ წარდგენილ ჯგუფში იყვნენ, ამისი შეფუთვა საჯარო ინტერესით და ბრჭყალებში ასეთი კრიტიკა და ამისი შეფუთვა გამოხატვის თავისუფლებით ძალიან ძნელია. ასე არ ფიქრობს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარი ამბობს, რომ პროცესი საზოგადოების რეაქციის შესაბამისად წარიმართა. ომბუდსმენი მზადა ყველა ფორმატში მიიღოს მონაწილეობა, სადაც მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებზე იქნება მსჯელობა. როდესაც პროცესი არასწორად მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, ის ყოველთვის დაექვემდებარება კრიტიკას ჯანსაღ საზოგადოებაში. მე ვფიქრობ, რომ საზოგადოების რეაქცია იყო ძალიან ჯანსაღი და მე არ ვფიქრობ, რომ ეს იყო რაღაცა მიზანმიმართული მაკომპრომეტირებელი კამპანია. რეალური უარი თუ ფორმალური პროცესი. სასურველი შედეგის მიღების შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებს კითხვები მაინც რჩებათ. როგორ წავა, ამიტომ რეალურად არის უარი მათი მხრიდან თუ ეს არის მაგალითად ბატონი კობახეთის და ბატონი საბჭოს მდივნის შეხვედრების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება და ფორმალურად ხდება ამ ყველაფრის გაჟღერება ახლა. არავის არ უთქვამს, რომ ამ სიიდან და იმ განცხადების მიხედვით, რომ ისინი საერთოდ გამორიცხავენ მომავალში მონაწილეობის მიღებას. თუ ეს არაჯანსაღი კრიტიკა იყო, რატომ ცვლიან გადაწყვეტილებას, როცა ერთი კვირით ადრეც და 3-4 დღით ადრეც სრულად დარწმუნებული იყო საბჭოც და იმ საბჭოს ორი წევრი, რომელიც ნომინირებულია, სრულად დარწმუნებული იყო იმაში, რომ ყველანაირი კრიტერიუმს ისინი აკმაყოფილებენ, რომ კანონის და კონსტიტუციის სრული დაცვით იყო ესია წარდგენილი. სამართლინო პროცესი საბჭომ დაიწყო იმიტომ, რომ თანხმობა ჰქონდა სავარაუდოდ პარლამენტისგან, იმ ჯგუფისგან, ვინც ლობირებდა დიდი ხანია საბჭოში არსებულ კლანს. ეს შეთანხმება ვერ შედგა, იმიტომ რომ პროცესი ძალიან დაიძაბა. იმიტომ რომ შეთანხმება ჩავარდა, შესაბამისად ამის გამოწვევაც ამიტომ არის განპირობებული, იმიტომ რომ არავის არ ანაღლებს სასამართლოში ეს კრიტერიუმები, იმ ხალხს, ვინც არადგინა და ვინც იყვნენ წარდგენილები, მათ ერთი სული ჰქონდათ უზენაეში, როდის მოხდებოდნენ და როდის დაეპატრონებოდნენ ამ ინსტიტუტს. ძალიან ზერელია ის განცხადებები, რომელსაც ეს ბატონები ეყრდნობიან. ეს არის მხოლოდ განცხადება პოლიტიკურ ჭრილში რაღაც ქულების მოსატანად. მესამე სექტორთან ერთად განცხადება ბუნდოვანია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებისთვისაც. მათთვის მოსამართლეების მიმართვა კლანური მმართველობის კიდევ ერთი დადასტურებაა. განცხადება, რომელიც გაავრცელეს მოსამართლეებმა, კვლავ ბუნდოვნად ტოვებს იმ საკითხს და ღიად ტოვებს იმ საკითხს, ისინი აპირებენ თუ არა ისევ მომავალში, რომ იბრძოლონ, ასე ვთქვათ, განაცხადონ პრეტენზია, რომ გახდნენ უზენაეს სასამართლოს მოსამართლეები. მწუხარო არა ყველა ადამიანმა, მათ შორის ვისაც მე მქონდა გარკვეული, ასე ვთქვათ, კარგი შთაბეჭდილება და იმედი, რომ გაემიჯნებოდნენ ამ პროცესს, კვლავ შეუერთდნენ ჩინჩალაძის განცხადება. ეს არის გრძელვადიანი სტრატეგიის ერთ-ერთი ნაბიჯი, დროებითი
უკან ნახევა, იმიტომ რომ მათ გარანტირებული აქვს სხვა ტიპის დაპირება ან სხვა ტიპის გამარჯვება. მოსამართლეების უკან დახევის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებმა დღის წესრიგში საბჭოს იმ წევრების თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვეს, რომლებმაც ათკაციან სიას მხარი დაუჭირეს. მათ მოთხოვნას კრიტიკულად განწყობილი დეპუტატები იზიარებენ, თუმცა გუნდში ერთსულოვნება ამჯერადაც არ არის. მათ უნდა იცოდნენ, რომ დიახ მიმდინარეობს ზეწოლა მათზე პიროვნულად, რომ მათ დატოვონ სასამართლო სისტემა. ისინი არიან შეუთავსებელი საზოგადოების დაკვეთასთან. მე მომხრევა რომ გამონახოთ ის სამართლებრივი მექანიზმები, რომელიც გააშანსახებს იუსტიციის საბჭოში მდგომარეობას, რომ იქ არ იქნება ესეთი პოლიტიკური გარემო, რომელიც არის დღეს და რა რესურსიც გვაქვს მაგოთხეთ, ყველაფერი უნდა იყოს გამოყენებული. ცოტა არ იყოს გაუგებარი არის იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნები, რომელი არასამთავრობო ორგანიზაციებიც 2012 წელს სწორედ იმ სასამართლოს სისტემის და იმ მოსამართლეების ადარაჯოზე იყვნენ, რომლებსაც დღეს ისინი ასე ეწინააღმდეგენ. არასამართლებრივი არგუმენტები აქვს საინტერესოა, მაგრამ მე ვიჩვენებ რომ მათ ჰქონდეთ, ამიტომ პოპულისტურ და პოლიტიკურ განცხადებებს მე არ ურჩევდი არავის. რა გარანტია აქვს საზოგადოებას, რომ საბჭოს ეს შემადგენლობა მეორე ათეულში იგივე ან მათთვის მიუღებელ კანდიდატებს არ წარმოადგენს. ახლა პროცესი პარლამენტშია. ამ კითხვის პასუხი სწორედ კანონმდებლების მიერ შემუშავებული კრიტერიუმების საფუძველზე უნდა გაეცეს. ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციით დაშვებულთა და დაღუპულთა ციფრი დღითი დღე მატულობს. გუშინ ვარკეთილში 2 მამაკაცი CO2 გარდაიცვალა, დღეს კი აირის გაჟონვის ფაქტი დირსის საცხოვრებელ კომპლექსში მცხოვრებლებმა დააფიქსირეს, ასევე ბუნებრივი აირის ინტოქსიკაციით 3 წლის ბავშვი საავადმყოფოში მოხვდა. აღნიშნული შემთხვევები ამ დღეების ჩამონათვალშია. წინა სისხლიანი აფეთქება ყველას კარგად გვახსოვს. გახშირებული ფაქტების გამო საპარლამენტო უმრავლესობამ ახალი კანონის მომზადება დაიწყო, რომელიც გაზმომარაგების რეგულაციების გამკაცრებას გულისხმობს. ბუნებრივი აირით ინტოქსიკაცია 2 ადამიანის გარდაცვალების მიზეზი გუშინ კიდევ ერთხელ გახდა. ვარკეთილში 2 მამაკაცი საცხოვრებელ ბინაში სამართალდამცველებმა უკვე დაღუპული იპოვეს. მეზობლები ამბობენ, რომ ბინაში 70 წლამდე პირს არასტანდარტული გამათბობელი ჰქონდა, რომელსაც ნამწვის გაწოვა არ შეეძლო. სწორედ დიდი რაოდენობის CO გახდა მამაკაცების გარდაცვალების მთავარი მიზეზი. სამაშველო და სასწრაფო იდგა, რომ ჩემი მეუღლე მოვიდა სახლში და გაგვიყვანეს გარეთ, ანუ განგაში იყო. და მე როგორც გაირკვა, რომ ავიდა სამაშველო, 2 ადამიანი იყო დაღუპული. ხიანგრიეს გარები და დაინახეს საკითხარის ლოჯში, მაგიდაზე უსვიათ და ის გაზი იყო 4 კუთხედის რო არის, რაც ეძახიან, შლანგით. და ის ჩამქრალა, მაგიდაზე იყვნენ ორთავი დაღუპულები. ვარკეთილის მესამე ამ მიკრორაიონს გაზით ვარკეთილი აირი ამარაგებს. ბოლო შემოწმება კომპანიამ ბინაში 27 დეკემბერს განახორციელა. თანამშრომლებს იმ დროს სახლში არ დაუფიქსირებიათ ის არასტანდარტული გამათბობელი, რომელმაც 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დანადგარები, რომლებიც არასტანდარტული არის, მას ეს შესაბამის აქტებს ვადგენთ და ხშირ შემთხვევაში გაზის მიწოდებას უწყვეტ მასზე აბონებს. აქაც იყო არასტანდარტული გამათბობელი, რომელსაც გამწოვი არ აქვს და ნამწვი გროვდებოდა ბინაში და ამან გამოიწვია ეს შემთხვევა. ჩვენ 2018 წლის 27 დეკემბერს ამ ბინაში შევედით და მაშინ მას ეს დანადგარი რეფლექტორი, ეგრეთ წოდებული რეფლექტორი ბინაში დამონტაჟებული არ ჰქონდა. გაზის გაჟონვის კიდევ ერთი ფაქტი დღეს დირსის საცხოვრებელ კომპლექსში დაფიქსირდა. ბინაში, რომელიც დაკეტილი იყო და არავინ ცხოვრობდა, სავარაუდოდ ბუნებრივი აირი 2 დღის განმავლობაში გროვდებოდა. ადგილობრივებმა სპეციალისტები მას შემდეგ გამოიძახეს, რაც სადარბაზოში მკვეთრი გაზის სუნი იგრძნეს. ბინა იყო დაკეტილი, მოხდა დრო დაურეკე მოვიდა პაჟარნიკები, ფანჯრიდან შევიდნენ და ნახეს, რომ ტრუბა იყო შეერთებული სხვანაირად და იქიდან გადიოდა გაზი. ჩვენს სადარბაზოში არ იგრძნობოდა სუნი და აბა სად იგრძნობოდა, ანუ პირველ სართულზე რომ შემოვედით იქ იყო და როგორც კი შევამჩნით დავრეკეთ 112-ში. 2 დღე გადიოდა გაზი, არასწორად იყო რაღაცა დამონტაჟებული, მე ესეთი ინფორმაცია მაქვს. და გათიშეს მთელი კორპუსი. კი და გადარჩენილები ვართ უყველან. გაზგამანაწილებელ კომპანიებს ახალი რეგულაციების გათვალისწინება მოუწევთ. საკითხზე მუშაობა უკვე დაიწყო ეკონომიკის სამინისტრომ და ადამიანის უფლებათა კომიტეტმა. მათი განმარტებით მნიშვნელოვანია, რომ რეფორმამ რისკები მინიმუმამდე დაიყვანოს.
განახორციელებით. ჩვენი კონტროლი გამკაცრდება როგორც ლიცენზიანტი კომპანიების მიმართ, ასევე ბერკეტებსაც მივცემთ ლიცენზიანტ კომპანიებს, იმიტომ რომ ხშირი არის, რომ მოხარებელი კარს არ უღებს, არ უშვებს შემოწმებისთვის. იქნება ძალიან კარგი თუ საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას გავიზიარებთ. ამის ძალიან კარგი მაგალითები გვაქვს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის ევროპულ ქვეყნებში. რა ფორმით გავაკეთებთ ამაზე წინასწარ ვერაფერს ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სხვადასხვა დეტალი მოვისმინეთ და ჯერ გამიჭირდება ამაზე გადაჭრით პასუხი. იანვრის თვეში ბუნებრივმა აირმა რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. 2 დღის წინ ქუთაისში C20 2 არასრულწლოვანი მოიწამლა. მანამდე კი ბუნებრივი აირის დაგროვებამ დიდი ღომში აფეთქება გამოიწვია, რამაც 4 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. აქედან 3 ერთი ოჯახის წევრი იყო. გარემოვაჭრეებს მცხეთის ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიის დასატოვებლად 3 დღიანი ვადა მისცეს. ქალაქის ადმინისტრაციასა და სასულიერო პირებს შორის უშედეგოდ დასრულებული შეხვედრის შემდეგ ზედამხედველობის სამსახურმა ტერიტორიის დატოვებისკენ და საკუთარი დახლების გადანისკენ მოუწოდა. გარემოვაჭრეები გაფრთხილებას არ იღებენ და საპროტესტო აქციებს აანონსებენ. ჯვრის მონასტერი უკვე ღიაა. გარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეების დახლებით დგას ოღონდ ცარიელი. ერთი კვირაა ვაჭრობა შეჩერებულია. გარემოვაჭრეებს მხოლოდ 3 დღე აქვთ იმისთვის, რომ საკუთარი ხელით აწყობილი დახლები დაშალონ. ზედამხედველობის სამსახურისთვის დამორჩილებას არ აპირებენ გარემოვაჭრეები ჯერ მონასტერთან, შემდეგ კი საპატრიარქოსთან წინამძღვრის გადადგომას ითხოვდნენ. არქიმანდრიტი კონსტანტინე ჭინჭარაული საეკელესიო კანონით მოხდეს მისი გასამართლება რუის ურბნის კრების წესით. მოვითხოთ მაგადამიანის დაჟა საეკელესიო კანონით, რადგან ამ შემთხვევაში სამოქალაქო კოდექსი არის უძლური. მოთხოვნა არის, რომ მოხდეს მისი დაჟა და მოხდეს მისი გადაყვანა. შეუჩერდეს მღვდელი მოქმედება. გარემოვაჭრეები ამბობენ, რომ იღუმენმა კონსტანტინე ჭინჭარაულმა მათი ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიიდან გაყვანის გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო და მონასტერით საპატრიარქოსთან შეთანხმების გარეშე ყველასთვის დაკეტა. დაკეტა ჯვრის მონასტერი, რომლის უფლებაც მას არ ჰქონდა. და მმართველ ეპისკოპოს, მცხეთა თბილისის მთავარ ეპისკოპოს მის უწმინდესობის გარეშე მოახდინა თვითენებურად გადაწყვეტილების მიღება, რის უფლებაც მაგ ადამიანს საეკელესიო კანონით არანაირი უფლება არ ჰქონდა. მიუხედავად იმისა, რომ სასულიერო პირები ერთობლივ გადაწყვეტილებაზე საუბრობენ, შეთანხმება ვერ შედგა. წინამძღვარი კონსტანტინე ჭინჭარაული მონასტრის ტერიტორიაზე ვაჭრობას კატეგორიულად ეწინააღმდეგება და არ მიუღია მცხეთის მერიის არც ერთი შეთავაზება. შეთანხმება იყო მიღწეული იმასთან დაკავშირებით, რომ სულ მალე ადგილ მდებარეობის შეცვლაზე იყო მათი და გადაყვანისას. ეს თვითონ კი მცხეთის მერია უნდა იზრუნოს ადგილ მდებარეობის შეცვლა. ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ. არ უნდა ხდებოდეს გარე ვაჭრობა იმ ფორმით და იმ სახით, როგორც ხდებოდა ჩვენ მონასტრის წინ. დღესაც იყვნენ ამოსულები, გარეთ მოვაჭრეები და შემდეგ პოლიციის მანქანების შევამჩნიე. ხოდა მაგის რა ვიცი, არავითარი ინციდენტი არ მოხდა, ცოტა იქეთ უნდა გადაიყვანონ და ზუსტად რა ადგილზე გადაიყვანებენ არ ვიცი. მამა კონსტანტინემ მიიღო ეს გადაწყვეტილება? არა, მამა კონსტანტინე არა, საერთოდ ორივე მე რამდენადაც ვიცი, მერიამაც და ჩვენმა წინამძღვარმა. მცხეთის მერი პასუხისმგებლობას იხსნის 3 დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ არაპირებს გარემოვაჭრეების ტერიტორიიდან გაყვანის პროცესში ჩაერიოს. გვიხსნის, რომ წინამძღვართან მოლაპარაკება არაერთხელ სცადა. გიორგი კაპანაძე გვეუბნება, რომ მერიამ წინამძღვარს საკუთარი ძალებით ტერიტორიის დასუფთავება შესთავაზა, თუმცა კონსტანტინე ჭინჭარაულს პასუხად მხოლოდ მტკიცე უარი ჰქონდა. ჩვენ დავასუფთავებდით, ჩვენ თავზე ავიღებდით იმას, რომ არანაირი უსახურობა იქ არ ყოფილიყო და ავიტანდით ჩვენ უკვე დამზადებულ დახლებს, მივცემდით გარე ვაჭრობას ცივილურ სახეს. მაგრამ მამა კონსტანტინესგან დღეს კიდევ ერთხელ მივიღეთ ამის შესახებ უარი. ეს ტერიტორია ეკუთვნის სახელმწიფოს ეკონომიკის სამინისტროს, აქედან გამომდინარე ჩვენ ვერ ვაძლევთ მათ ვაჭრობის უფლებას. რახან ამ უფლებას ვერ ვაძლევთ, ეს ერთგვარად თავისუფლ ნიშნავს აკრძალვას. ჩვენ უბრალოდ მივეცეთ მათ გაფრთხილება. 3 დღის შემდეგ უკვე მათი იქიდან გაყვანა ეს უკვე ჩვენ კომპეტენციაში არ შედის. რადგანაც ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორია სახელმწიფო საკუთრება, ის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსია. შესაბამისად 3 დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ გარემოვაჭრეების ტერიტორიიდან იძულებით გაყვანა სწორედ მათ მოუწევთ. დაპირისპირება სასულიერო პირებსა და გარემოვაჭრეებს შორის 14 იანვარს დაიწყო. მაშინ, როცა ტაძრის წინამძღვარმა ჯვრის მონასტერი 2 დღით მოულოდნელად დაკეტა. ამ ქმედებით იღუმენმა გარევაჭრობა გააპროტესტა. უცნობია რა ბედი ეწევათ გარემოვაჭრეებს და დაკეტავენ თუ არა ისინი არა ტაძარს, არამედ ტაძრისკენ მიმავალ გზას.
ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ პრობლემებზე საუბრობს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში. სამ კვირაზე მეტი აროგის გვირაბი და ენგურის ხიდი დაკეტილია. მიზეზად გრიპის ეპიდემია სახელდება. ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს, რომ განსაკუთრებით მძიმეა მდგომარეობა ცხინვალში, სადაც მოსახლეობას საკვების პრობლემები შეექმნა. უკვე მე-12 დღე არის ფაქტობრივად მოსახლეობა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არის სრულ იზოლაციაში. განსაკუთრებით მძიმე კატასტროფული მდგომარეობის წინაშე არის მოსახლეობა ცხინვალის რეგიონში, სადაც დაკეტილი გახლავთ, როგორც იცით, გადაადგილება ტრანსკამით დიდოლობის გამო და შესაბამისად მოსახლეობას აქვს ძალიან რეალური პრობლემა ელემენტალურ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქტებზე, მათ შორის საკვებზე წვდომის, ბავშვის საკვებზე, არანაირი გამართლება არ აქვს ეგრეთ წოდებული გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვას, თითქოს და არარსებულ ეპიდემიაზე აპელირებით. 24 საათიან რეჟიმში ვარ ჩართული იმაში, რომ პარტნიორებთან ერთად მოვაგვაროთ ეს თემა და აღდგეს გადაადგილება მოსახლეობის. 2018 წლის დეკემბრისთვის საფრანგეთს თავშესაფრის მიღების მოთხოვნით საქართველოს 1000-მდე მოქალაქე მიმართა. საქართველოში საფრანგეთის ელჩის პასკალ მენიეს განცხადებით, ვიზა ლიბერალიზაციის მიღების შემდეგ საფრანგეთში თავშესაფრის მიღების მსურველთა რაოდენობა გაიზარდა. ვიზა ლიბერალიზაციის შემდეგ თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი პროგრესულად იზრდება და 2017 წელს მან 6000 მიაღწია. დეკემბერში კი მხოლოდ ერთ თვეში 1000 იყო. პრობლემა ისაა, რომ ჩვენ გვინდა თავშესაფარი მათ მივანიჭოთ, ვინც მართლა იდანჯება. საქართველოდან უფრო ეკონომიკური მიგრაცია, რაც არალეგალურია. ამიტომ ისინი თვითმფრინავით უკან გაემგზავრებიან საქართველოში, მათივე ხარჯით და ჩვენ არ გვინდა, რომ ეს პროცესი დაუსრულებლად გრძელდებოდეს. ამიტომ საქართველოს ხელისუფლებასთან დამატებით ზომებზე ვიმსჯელებთ, როგორ ვებრძოლოთ ამას. გაზრდილი დონე აძლევს შენგენის წევრ სახელმწიფოებს უფლებას ამუშაო შეჩერების მექანიზმი, მაგრამ პოლიტიკურად ამის გაკეთება არ გვსურს, რადგან არ გვინდა მათ გამო, ვინც ცუდად იქცევა, ისინი დაისაჯონ, ვინც კარგად იქცევიან. რაც შევამჩნიეთ, ეს ხალხი დაკავშირებულია ორგანიზებულ დანაშაულთან. ვფიქრობ, რაიმე ქსელი ხელმძღვანელობს მათ. ისინი ფიქრობენ, რომ სამუშაოს იშოვიან, მაგრამ რადგან ვერ პოულობენ, იოლად იწყებენ ქურდობას მაღაზიებში და ხდებიან კრიმინალები. ევროკავშირის ლიდერებთან საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში შეხვედრებს განაგრძობს. სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შეხვდა, რა დროსაც დონალდ ტუსკმა პრეზიდენტის შეთავაზება მიიღო, ივლისში საქართველოში ჩამოვა და ბათუმში დაგეგმილ კონფერენციას დაესწრება. ევროინტეგრაციის პერსპექტივებზე პრეზიდენტმა უკვე ისაუბრა ევროკომისარ იოჰანეს ჰანისთან და ევროპარლამენტარებთან. ყურადღება გამახვილდა რუსული ოკუპაციის შედეგებზე და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო დღეებში შექმნილ მძიმე ვითარებაზე. საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობა, რეგიონული მნიშვნელობის ერთობლივი სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული პროექტები და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა შეხვედრაზე, რომელიც დღეს დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა. მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის ყველა ძირითად მიმართულებაზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ვაჭრობის კიდევ უფრო ზრდის პერსპექტივასა და საქართველოსა და აზერბაიჯანის ბიზნესებს შორის კავშირების მეტად გააქტიურებაზე. საინფორმაციო გამოშვება 22 საათზე დასრულებულია. მე ხვალამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.